ღიერთში დაგიბრუნდით გადაცემის ჯამთელი დილა თემურ მიქელაძე სატელეფონო ხაზზე პედიატრი პროფესორი ბატონ თემურ მოგესალმებით მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ გესმით ჩვენ ბატონ თემურ დიახ ჩვენი საუბრის თემა იქნება ვირუსები რომელიც ამ სეზონზე ცირკულირებს ქვეყანაში და ცხელებაზეც გავაკეთებთ აქცენტს რა ტიპის ვირუსებია როგორც მოგესალმებით სეზონი არის პრაქტიკულად გრიპის და როგორც წესი ყველა ქვეყანაში მათ შორის ქვეყანაში პრაქტიკულად ცირკულირებს გრიპის ვირუსი ამჟამად საქართველოში ცირკულირებს ყველა ტიპის გრიპი ეს არის ტიპის H1N1, H3N1 და უფრო მეტად ეხლა თავიდან უფრო მეტი იყო გავრცელება ეგრეთ წოდებული H1N1 ტიპის ვირუსისა ეხლა გამოვიდა უკვე B ტიპის ვირუსების გავრცელება შესაბამისად მიმდინარეობა როგორც მოგესალმებით გრიპის სხვა ვირუსული ინფექციებთან შედარებით უფრო ძიმე მიმდინარეობს მაღალი ცხელების შეუქმნელი ასეთი ცხელება არის დაახლოებით 40 გრადუსამდე და როგორც ეს ბავშვები ნორმალი ადინამიურია საკმაოდ ხშირად გამოდის წინწადმის შემისარი ყველა ზოგჯერ შეაძლოა ასეთი ბავშვები მუსლის ტკივილი, ყელის ტკივილი, ნაკლავთან გახშირებული მოხდება პრაქტიკულად ყველა სიმპტომი ასახასიათებს რესპირაციული ვირუსული ინფექციას უფრო ხშირად მიმდინარეობს სასუნთქების ინფექციის კლინიკის როგორც არის ბრონხიტი, თანხმოწია ყველა, როგორც მოგესალმებით გრიპი იწვევს სასუნთქის ლოკალიზაციის ეპიდემიის ჩამოთქმას და აქედან მისაღებობა ყველა ამბობს სიმპტომებში არის ორგანიზმის დამშრალობის რეაქცია, სეკრეტის ნახველის მოსაცილებელი და ყველა არასოდეს არ უნდა დავთქვათ ზოგჯერ და გამოვიშვებს ისიც და ცხელება ამ კონკრეტულ სიმპტომებში დაავადების გამოსვლების და ცნობილია კარი ორგანიზმის დამშრალობის რეაქცია და რესპირაციული პათოგენის ანუ გრიპის მოსაცილებლად არის მასტული და თუ ბავშვი ტემპერატურა 39-მდე მას პრაქტიკულად არ უნდა გამოვიყენოს ჩვენ სხვადასხვა ციფრის დამწერლობები საშუალებები და მაქსიმალურად უნდა ჩადოთ იმისათვის უფრო ადვილად ნამართი იყოს ვიხმაროთ დიდი რაოდენობით ციხეებს და თავარია თუ სწორი ჰიდრატაციული სტატუსი იქნება მაქსიმალურად შევძლებთ ამ პაციენტის მასას მაქსიმალურად სტროულად და შესაბამისად თუ ექნება ციხის დიდი რაოდენობით უზრუნველყოფილი იქნება პაციენტი მას არ დაჭირდება პრაქტიკულად დიდი რაოდენობით ანტიპირეტული საშუალებების მიღებას და თავარი რაც არის არ უნდა შენიშნოს კონტროლს ცხელება გრიპის 5-დან 8 დღის საშუალებში შესაბამისად პაციენტი გამოვარდნილი და ადინამიურია და სადაც ასაკის დროების 5-7 დღის განმავლობის შემდეგ ორგანიზმი ბავშვის როგორც მდგომარეობა უმჯობესდება და პრაქტიკულად უყოლოდ ვერის ყოველ სიმპტომატიკა რა თქმა უნდა გრიპის პრევენციას არის არცა რომელიც სწრაფდება ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში ეს არის ინაქტივირებული ვაქცინა ქვეყანაში და ზოგჯერ ქვეყანაში მაგალითად ცოცხალი ვაქცინა, ინტრანაზალური ვაქცინა და უბრალოდ ბრიტანეთში კეთდება ეს ვაქცინა და განსაკუთრებული რისკის მქონე ბავშვები უნდა იყვნენ იმუნიზირებული. შემდეგ ეს კურნაობა ეს არის როგორც მოგესალმებით ციხეების დიდი რაოდენობა, ანტიპირეტული საშუალება და განსაკუთრებული რისკის მქონე ბავშვებში ინიშნება ეგრეთ წოდებული გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ოსელტამივერი, რომელიც ეს ექიმის ჩვენებით. კი ბატონო და დიახ ისმენდიახ არ უნდა დავყანიბდეთ რასწავლია, არ უნდა დავყანიბდეთ პრაქტიკულად გრიპის არის შეუძლებელი რესპირაციული ინფექცია, რომელიც პრაქტიკულად უყოლოდ გაივლის. კი ბატონო და ერთი კითხვა კიდე გართულების შემთხვევაში რას უნდა მივაქციოთ ყურადღებას? თანხმოძრა ხდება ბაქტერიული ინფექციების თანხმობა, საკმაოდ იშვიათად ესეც მინდა უმჩნევთ, როგორც არის პურის თანხმობა, როგორც არის გრიპის თანხმობა, ეს მუდმივად საჭიროებს უკვე ექიმის მეთვალყურებას და ძირითადად უნდა იმართოს კლინიკის პირობებში, ეგრეთ წოდებული საზოგადოებაში შეძენილი პრემონები მათ შორის ანტიბიოტიკების თერაპია და უბრალოდ 60-დღიანი კლინიკური მეთვალყურება საჭიროა და მინდა კიდევ ბოდიში კლინიკა რაღაცა ძვირი პაციენტი კი ბატონო და მინდა სამ პაციენტის მართვა დიახ, ჯანმრთელობას ვუსურვებთ თქვენს პაციენტს და ყველას დიდი მადლობა. თემურ მიქელაძე, პედიატრი, პროფესორი იყო სატელეფონო ხაზზე და ჩვენ ვისაუბრეთ ცხელებაზე, ვირუსებზე და რა თქმა უნდა, ვირუსების მართვაზე ყველას კვლავ გისურვებთ ჯანმრთელობას. დროებით დაგემშვიდობებით და კვლავ დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, სულ ცოტა ხანში.
კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ოთხშაბათს დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენ განკარგულებაში კლინიკა ზიური მედის ექიმები იქნებიან. ყოველ ოთხშაბათს ჯანმრთელი დილა ზიური მეშთან ერთად. ეს არის დილის არხი რადიო იმედზე. ნინო-ლეონარდიესთან ერთად. საინტერესო სიახლით დაგიბრუნდით, PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ ვალენტინობის საჩუქარი PSP სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლებით. 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მომხმარებლის საყვარელ ბრენდებზე: ნუქსი, ლერაკი, ბილდერმა, ტოპი კრემი, ურიაჟი, ესვი არის ოსკინი, ვიში ლა როშე ბოსე, ასევე სერავე, ემბრიოლისი და ბაიო. 30-35%-იანი ფასდაკლება ავენი, კლორანი, დილგრე, რიტუალსი, 40%-იანი ფასდაკლებით კორეული და პრემიუმ დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტები. 16 თებერვლის ჩათვლით PSP-ში სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით 330 აფთიაქში და ონლაინში არჩიეთ საჩუქარი სიყვარულით და მიიღეთ 50%-მდე ფასდაკლება. უკვე 30 წელია PSP 335 აფთიაქი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის 20,000-ზე მეტი დასახელების გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, სამედიცინო ბავშვთაგვების მოვლის საშუალებებსა და მსოფლიოს ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების პროდუქტებს. დაარსების დღიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. ჩვენი მომხმარებელი 14 თებერვალს ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავს და საყვარელ ადამიანს განსაკუთრებულ საჩუქარს ურჩევს. PSP-ში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კოსმეტიკის და თავის მოვლის ბრენდების ძალიან ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის 50%-მდე ფასდაკლება